ინტერესის სფერო იყო ასტროლოგია. და ეს სამყარო იმდენად საინტერესო იყო ჩემთვის, გადავწყვიტე, რომ 12-ვე ზოდიაქოს ნიშანი ნახატში გამეცოცხლებინა თავიანთი ფერებით და სიმბოლოებით. მხატვრობის მიმართ ჩემი სიყვარული დაიწყო ჩემი ოჯახიდან გამომდინარე, რადგან თითქმის ყველა ხელოვანია. ჩემი ორი და არის მხატვარი, ერთ-ერთი მათგანი არის ხატმწერი. ჩემი ძმა არის მოქანდაკე, მამა ჩემიც ბავშვობაში ხშირად ხატავდა. ყოველთვის მომწონდა ჩემი ოჯახის შემოქმედება, მაგრამ ჩემი თავი სხვადასხვა სფეროში მოვსინჯი, ასე რომ ვთქვათ, შევისწავლე ბევრი რამე. არც ერთი ჩემი პროფესია იმ სწავლებაში არ მომეწონა, არ მოვიდა ჩემამდე და ისევ დავუბრუნდი მხატვრობას. ერთ დღეს ჩემმა დამ დააარსა სამხატვრო სტუდია მე, სადაც მომიწვია სამუშაოდ. იმ წამიდან, როდესაც აქ შემოვდგი ფეხი, მივხვდი, რომ ეს ყველაფერი მაბედნიერებს, ეს ფერები, ბავშვებთან ურთიერთობა ჩემი არის ყოველი გათენებული დღე, როდესაც მოსწავლეებთან მიწევს ყოფნა, უდიდეს ბედნიერებას მაძლევს, რადგან ბავშვები არიან გულწრფელები, არ მოგატყუებენ, რომც უნდოდეთ, კომპლიმენტსაც არ გეტყვიან რაღაცა გაუაზრებელს, იმდენად გულწრფელები არიან. ხშირად ყოფილა ისეთი მომენტიც, რომ მათგან ამიღია ცოდნაც თუნდაც, ინსპირაციაც და დიდი შთაგონების წყარო ყოფილან ჩემთვის ჩემი მოსწავლეები. თავიდან 12-ვე ზოდიაქოს ნიშნის ესკიზი შევქმენი. შევისწავლე მათი ფერები, სიმბოლოები დავტოვე როგორც არის, თანავარსკვლავედებიც ასევე დავტოვე, მაგრამ შევუცვალე ფორმები მშვილდოსანს, მორიელს, ჩემეული ვერსია გავხადე. მაქვს საავტოროც ასევე და არის რომლებიც დამკვეთის გემოვნებით ვასრულებ ზოდიაქოებს. ჩემი ნამუშევრის შექმნა იწყება იდეით, რომელიც გადამოხს ფორცელზე ჩანახატის სახით. ვაკავშირებ ერთმანეთს სიმბოლოებს, უფრო მეტი დატვირთვა რომ გქონდეს. შემდეგ ვიწყებ ტილოზე ხატვას, აკრილსა და ზეთის საღებავებში ვხატავ. დასრულებისკენ, როდესაც მიდის ნამუშევარი, ვიყენებ ბუნებრივ მინერალურ ქვებს, ესეთ დამკვეთის გემოვნებით, რომელი ქვას სურს იმას ვაკრავ. ზოდიაქოებს აქვს თანავარსკვლავედები, ამ თანავარსკვლავედებს ვაფორმებ ცირკონის თვლებით. ბუნებრივ მინერალურ ქვებს რაც შეეხება, მე ძალიან მიყვარს. აქედან გამომდინარე, გადავიტანე ჩემს ნახატებში მინერალური ქვები. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ზეგავლენა აქვს. წმინდავს აურას და კარგი ენერგეტიკა აქვს ამ ბუნებრივ მინერალურ ქვებს. მაგალითად, ტყუპებში მაქვს გამოყენებული აკვამარინი, ხოლო ზოდიაქოს თანავარსკვლავედს ვაფორმებ ცირკონის თვლებით. ქვებს ვყიდულობ სხვადასხვა ლოკაციაზე. მეგობრებიც მჩუქნიან, ასევე დამკვეთებიც. საქართველოშიც უხვად მოიპოვება, ხევსურეთიდან ჩამომიტანეს ასევე მთის ბროლი. ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეული ქვა არის მთის ბროლი. ძალიან მიყვარს და ხშირად ვიყენებ სამაჯურის სახით, ასევე სახლშიც მიწყვია ნატეხების სახით და მჯერა მათი ენერგეტიკის. ფერებს რაც შეეხება, ყოველი ნიშანს აქვს თავისი ფერი. მაგალითად, ვერძი არის ცეცხლის სტიქია და აქედან გამომდინარე ვხატავ კვასა წითელ ფერებში, ცეცხლის ფერებში. თევზი არის წყლის სტიქია და ვხატავ მოლურჯო მოცისფრო ტონებში. თხის რქა არის მიწის სტიქია და ხის ფერებში, მიწის ფერებში ვხატავ. ხოლო რაც შეეხება ჰაერის ნიშანს, იხატება პასტელის ფერებში. თავიდან ჩემს ნამუშევრებს არ ვყიდდი, მაგრამ გადავწყვიტე სოციალურ ქსელში განმეთავსებინა 12-ვე ზოდიაქო. უმალვე აიტაცეს საზოგადოებამ ჩემი ნახატები, რაც მხატვრისთვის დიდ გამარჯვებას ნიშნავს. ამ ყოველივე გამაძლიერა, შემოდიოდა შეკვეთები, აღარ მრჩებოდა დრო ჩემი თავისთვისაც, ვფიქრობდი მხოლოდ რომ ის
შეკვეთა გამოსულიყო ყველაზე კარგი, რომელსაც იმ პერიოდში ვხატავდით, თითოეულ ნამუშევარში ვდებ სულს და გულს, არ გავატან დამკვეთს იმ შემთხვევაში, თუ მე თვითონ არ მომწონს ის ნახატი. ჩემს ნამუშევრებს ხშირად ვამეორებ, შესაძლებელია სტილისტურად ერთმანეთს გავდეს, მაგრამ მეორე ნამუშევარი მაინც განსხვავებული გამოდის, რადგან სხვა ემოციით ვხატავ, სხვა ფუნჯის მონასმით ვხატავ და დამკვეთს ის ნამუშევარი მიაქვს განსხვავებული, რომელიც არ მეორდება. როდესაც დამკვეთს მიაქვს ჩემგან ნამუშევარი და მესიჯების შემომდის, მათი აღფრთოვანებული ვოისები, ტექსტები, ყოველთვის ცრემლი მერევა ის დღე და ის მომენტი, კიდე ერთი გამარჯვება ჩემს ცხოვრებაში. ეს ყოველივე მემაძლევს დიდ სტიმულს. ეს ჩემთვის არის უდიდესი გრძნობა ბედნიერების და იმ მოტივაციის, რომ უფრო მეტი შევქმნა, ვიდრე ვაკეთებ, ვიდრე იმ რაღაცას ვხატავ. უამრავი იდეა მაქვს, რომელიც მინდა დავანახო იმ ჩემს აუდიტორიას, რომელიც მყავს, მინდა უფრო მეტად გაუფერადო მათი კედლები, მათი სივრცე, თუნდაც ცხოვრება, თუნდაც 1-2 სიტყვა მივწერო, ანუ ვუთხრა იმ შეკვეთის აღების შემთხვევაში, რომელიც გააბედნიერებს არა მარტო ჩემი ნამუშევრებით, არამედ ჩემი რაღაცა პატარა სტიმულით, ჩემი პატარა გამოცდილებით. მე მჯერა ნახატს როგორი განწყობითაც დახატავ, ისეთი აურა ექნება. ეს გარდაუვალია, ანუ ენერგეტიკა ყოველივე ნახატში იგრძნობა და მე თუ ცუდ განწყობაზე ვარ, ნახატს არ კი არა ვერ ვხატავ და ყოველთვის, როდესაც კარგ განწყობაზე ვარ, მაშინ ვხატავ და მჯერა იმ დამკვეთთან რომ მიდის ჩემი ნახატი, ის ენერგეტიკა, მე რა ენერგეტიკასაც ვდებ, ვრცელდება და ბევრს მოუწერი ასეთი რაღაცა, რომ აი შენს ნახატს უდაო და ძალიან კარგი ენერგეტიკა და ყოველთვის მინდა რომ ვუყურო, თვალს ვერ აცილებენ და ესეც ერთ-ერთი დიდი სტიმულია ჩემთვის. არის რამოდენიმე ნამუშევარი, რომელსაც არ ვყიდი ჩემს ნახატებს, მქონია შემოთავაზება, მაგრამ არ გამიტანებია ვერანაირად, რადგან იმ მომენტში ის ნახატები, როდესაც დავხატე, სულ სხვანაირ განწყობაზე ვიყავი და მე როდესაც იმ ნახატს ვუყურებ, აი არ ვიცი როგორ სწორედ ვთქვა, სხვანაირი ენერგეტიკა მოდის ჩემთან, სხვანაირად ვივსები და მე ჩემი ნახატებიც მავსებს, ისევე როგორც სხვას. მხატვრობამ ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამე შეცვალა. უფრო გავხდი მაქსიმალისტი, უფრო მომთხოვნი ჩემი თავის მიმართ, ვიდრე ვიყავი. გამხადა უფრო მიზანდასახული, გამიჩინა უამრავი იდეა, რომელიც თითქოს მეჩქარება გადმოტანა და ვცდილობ ყოველდღიურად რა იდეაც მეუფლება, დრო არ დავკარგო და დავუთმო ხელოვნებას. სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ვაპირებ, უფრო მეტი ვიმუშაო საკუთარ თავზე, ვიდრე ახლა ვმუშაობ და გავაბედნიერო ჩემი ხელოვნებით ის ადამიანები, რომლებიც ხელოვნებას აფასებენ.